შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის სტატისტიკა წარადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით უწყება პარლამენტში 14 ინიციატივის წარსდგა, აქედან 5 ახალი კანონპროექტი იყო. იურიდიული კომიტეტის ხდომაზე ლევან იზორიამ განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა, მათ შორის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე. ანგარიშის წარდგენას საპარლამენტო უმცირესობა არ დასწრებია. ჩვენმა უწყებამ ანგარიში წარუდგინა იურიდიულ კომიტეტს იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგები გვაქვს იმ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რა ინიციატივებითაც წავდექით პარლამენტში ამ ბოლო 2 სასესიო პერიოდის განმავლობაში. სტატისტიკურად ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, კერძოდ რამდენიმე მიმართულებით. პროცესი გრძელდება და მე ვთვლი, რომ ასე თუ ისე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ბატონ იზორიასთან, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მე მინდა ვთქვა, რომ პოლიციის შესახებ კანონიც, რომელიც მათ შემოიტანეს თავის დროზე, გაცილებით უკეთესი ვიდრე წინა იყო, ასევე უმაღლესი განათლების შესახებ კანონი.